გამარჯობა, მე ვაით თონი ვარ და დღევანდელ ვიდეოში გადავიღებთ შემდეგ AI-ის ვიდეოს. წინაზე თუ არ გინახავთ გადადით და ნახეთ აუცილებლად, გადავიღე AI-ის ვიდეო, სადაც AI ხატავდა იმ სურათებს, რასაც მე უბრძანებდი. და ასევე გთხოვეთ, რომ კომენტ პოსტებში შესულიყავით და დაგეწერათ კომენტარი თუ რა დამეხატა შემდეგში და თქვენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ კომენტარები თითქმის ისედაც არ იწერება და თქვენს კომენტარს აუცილებლად გავითვალისწინებდი, მაგრამ კომენტარები თითქმის არ იყო. იყო მხოლოდ ერთი ადამიანის კომენტარი, რომელიც ხა გამოჩნდება აქ და მან თქვა, რომ დაახატია დედამიწაო და დავხატოთ დედამიწა, რატომაც არა. შევაშლოთ იმ ადამიანის თხოვნა, რომელმაც დაწერა და შეიძლება ვერ გადახვიდეთ უბრალოდ კომენტი პოსტებში, ამიტომ შემდეგში თუ გინდათ რომ თქვენი აზრი გავითვალისწინო და თქვენს მიერ არჩეული ნახატი დავხატო, აუცილებლად დაწერით აი ამ ვიდეოს კომენტარებში და არანაირი კომენტი პოსტი არ დაიდება. ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერით დაახატინეთ ეს AI-ს და დავახატნებ აუცილებლად AI-ს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს. ახლა კიდე გადავინახოთ უკვე AI-სთან და დავახატოთ დედამიწა როგორც თხოვა კომენტარის ავტორმა, მაგრამ უნდა დაუწეროთ ინგლისურად, თორე ქართულს ვერ მიხვდება, დაუწერე Earth ინგლისურად და ნახოთ როგორ ფოტოს ამოვაგდებ და ფოტო არის ასეთი. საკმაოდ საინტერესო ფოტოა, რატომ გაგიცა ისე რომ დედამიწა არის ჩაფლული რაღაცა მიწაში, არ ვიცი რატომ ქნა, მაგრამ ასე გააკეთა, დედამიწაზე გამოსახულია ამერიკის ტერიტორია და ასევე უკან არის მზე, რომელიც ანათებს თითქმის ყველა დედამიწის ფოტოში, რომელიც მოიძიება. მოდი კიდევ ერთი ვარიანტი ვნახოთ. ნახოთ კიდევ რას შემოგთავაზებს, ამჯერად უკვე აფრიკა არის გამოსახული, ზემოთ ევრაზია და აქაც უკვე სხვა კუთხით დაგვანახა და აქ უკვე კოსმოსია, მაგრამ ვარსკვლავები და პლანეტები და მსგავსი ციური ცხოველები არ ჩანს. მოდი კიდევ ერთი ვარიანტი ვნახოთ და ამ ვიდეოში ზოგადად ასე კოსმოსის და დედამიწის გარშემო დავახატინებთ რაღაცებს, იმიტომ რომ მარტო ესეთი ერთი კომენტარი იყო და აქ უკვე საკმაოდ საინტერესოა. რატომღაც აქეთა მხარე ანათებს წითლად, არ ვიცი რატო რა შუაშია, თითქოს წყალი ირეკლავს და ჩანს მზე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მზე არის ეს და რაღაც არარეალურად ანათებს გარშემო თვითონაც დედამიწა. ნახოთ შემდეგ ვარიანტში რას შემოგთავაზებს, იმიტომ რომ გარედან კოსმოსი ჩანდა, ვარსკვლავებიც იყო. აქაც აფრიკის ტერიტორია გვაჩვენა. დიდი არაფერი იგივეა და გარშემო არაფერი არ არის საერთოდ. ანუ გარშემო სიცოცხლეა. დიდად არაფერი არ არის, ეს ფოტო თითქმის ერთ რეგიონს გვაჩვენებს სულ. ახლა კითხავ რომ დახატოს დედამიწა სხვა პლანეტებთან ერთად. ორი პლანეტა მივხატა და დედამიწაზე საკმაოდ პატარა და ამ ხელოვანი მგონი თვალეც არ არის და გავსთან იუპიტერს, რომელიც არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში და თან დედამიწაზე ბევრად პატარა, აი მგონი თვალეზე პატარაც არის, იმდენად პატარა გამოსახდა და თან ორი ერთნაირი. აუცილებლად კიდევ გვინდა ასეთი ფოტო, ნახოთ შემდეგში უკვე საკმაოდ ბევრი პლანეტა გააკეთა, აღვიხატა და ამ ეს ფოტო საკმაოდ საინტერესოა, დედამიწის რომელი ნაწილია გამოსახული ვერ ხვდები, სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთს არ თითქოს უნდა იყოს ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, მაგრამ ცოტა ჩრდილოეთ ამერიკასაც არ ყავს. თორემ ჩრდილოეთ ამერიკა წესით თუ ტერიტორიას გავითვალისწინებთ, ასევე გარშემო პლანეტებიც არის, ასეთი პატარა პლანეტები არ არსებობს სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ პატარებს ალბათ იმიტომ ხატავს, რომ დედამიწა იყოს ყურადღების ცენტრში, რადგან დედამიწაზე გვაქვს მითითებული ყურადღება, დედამიწა და სხვა პლანეტები მითითებული, ამიტომ გაკეთებს დედამიწას დიდს. ასევე ამ პლანეტას დავუკვირდეთ, დედამიწა ესეც. ანუ ორი დედამიწაა ერთ ფოტოში, ერთი ძალიან პატარა, მეორე არც ისე ძალიან პატარა. რაღაცა შეცდომა დაუშვა ნამდვილად, ამიტომ ნახოთ შემდეგი ფოტო ასევე
სადაც ასევე დედამიწა არის ყველაზე დიდი, ასევე ამერიკის ტერიტორია ნაჩვენები, უკან ასევე იუპიტერია, რომელიც დედამიწაზე ბევრად პატარა ჩანს და აქეთ არის პლანეტა, არ ვიცი. მერკური, არ ვიცი. თქვათ არც ერთ პლანეტას არ გქონს, ეხლა ისე რომ მივამზადოთ, რომ ესა და ის პლანეტაა თქო, მაგრამ აშკარად დედამიწა ყავს ყურადღების ცენტრში. რადგან დედამიწა არ ყავდეს ყურადღების ცენტრში, მოდი ზის სისტემის პლანეტები დავახატინე და ვნახოთ რას ამოგვიგდებს. ამოგვიგდო კოსმოსი ჩვეულებრივი, კოსმოსის ფონზე არის აქეთ მზე, დიდი ალბათობით მზე ანათებს ასე. ეს არის სატურნი და სატურნის აქეთ არის იუპიტერი. ეს რგოლი კიდე თითქმის ყველაფერს აფუჭებს, აქ რა პლანეტა არის ვერ ხვდებით, ვერც ეს ძალიან პატარა არის ეს კიდე რაღაცა თქოს რაღაცა დაეჯახაო და გავიდა იმაშიო. აი ამ რგოლს რომ მოუყვებით, ეს თავისთვის. ჯერთი ემატება ეს ერთი ხაზი, რომელიც შედის ამის უკან. ანუ თითქოს ეს ცალკე არის ეს რგოლი, ეს პლანეტა ცალკე ზემოდან ადევს. და გვერდით უკვე არის იუპიტერი, რომელიც სატურნზე ბევრად პატარაა, არადა სატურნზე დიდი არის. და თან ეს ზოლი რომ მიდის, ერთი უკანულის, მეორე კიდე ზემოდან. ანუ რა თქმა უნდა, ეს ფოტოც არის არეული და ეს ფოტოც ვერ დახატა იდეალურად და ეს რა სისულელია. ეს ორი პლანეტა ერთნაირია. ესენი საერთოდ არ ჩანს რა არის, თითქოს ესეც ერთნაირია როგორც ესენი და შეიძლება ესეც ამათნაირია, მაგრამ არ ჩანს რადგან პატარაა. ეს აშკარად განსხვავებულია, ეს ალბათ იუპიტერია, იუპიტერს ძალიან ხშირად ხატავს და ესეც ისევ რაღაცა წრეები, რომელიც სატურნის უნდა იყოს, მაგრამ არ არის სატურნის. არაფრის წრეები არ არის. აი, ეს უკვე საინტერესოა. აქ უკვე უფრო ლამაზად არის გამოსახული ყველაფერი. უკან რა თქმა უნდა მზე არის, ისე რომ არ ჩანს, მაგრამ უბრალოდ ანათებს. გამოსახულია დიდად დედამიწა, მაგრამ დედამიწა ეს არ არის. აი, ეს არის დედამიწა. ეს უფრო იუპიტერს გავს. ეს კიდე უფრო გავს იუპიტერს. ესეც საზღაძმეს. ეს ორი ალბათ უფრო სატურნია, ოღონდ გოლის გარეშე. ალბათ ან მარსი, არა უფრო სატურნს გავს გოლის გარეშე. უკან რა თქმა უნდა ვერ გავარკვევთ ის რა პლანეტა არის. და ეს არის დედამიწა, ოღონდ დედამიწას და იუპიტერის გაერთიანება, იმიტომ რომ იუპიტერს როგორც ასეთი ხაზები აქვს, ახასიათებს ასეთი ჰორიზონტალური ხაზები. დახატა კოსმოსი, აქ თითქოს ისეა გაკეთებული, რომ აქ არის ხაზი გავლებული, სადაც იყოფა ცა და ზღვა, თითქოს ეს არის ზღვა და ქვემოთ ირეკლავს ზედა ნაწილს, აქ არის ღრუბლები და ღრუბლებს კოსმოსში რა უნდა, არ ვიცი. მაგრამ ღრუბლებია, შუაში მზე არის ასე ლამაზად და ეს რომ ზღვა იყოს, მაშინ ამას რაღაცნაირად არ ირეკლავს, ანუ ამას თუ ეს ირეკლავს, აქ სად არის? ანალოგიურად ესეც, ანუ ზღვა არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ასეთი საინტერესო ფოტო გამოვიდა. უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდეგ ფოტოში უკვე ნაჩვენებია ქვიშა. ეს უფრო გავს უდაბნოს, იმიტომ რომ უდაბნოში მართლაც ასეთი ხედებია, უბრალოდ ასე გამოკვეთილად არ ჩანს კოსმოსი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს უდაბნოს ხეს რო დაადო ფოტოშოპში კოსმოსის ხედი, ბევრი ასეთი ფოტო არსებობს და აქაც ასეთი ფოტო გამოვიდა. და საკმაოდ საინტერესო ფოტოა. მოდი კიდევ ერთი ფოტო ვნახოთ და შემდეგ სხვა თემაზე გადავიდეთ და კიდევ კარგი ვნახოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესოა. თვარის ზედაპირი არის აქ უფრო, თვარის ზედაპირს გავს. აქ არის დედამიწა, მაგრამ ძალიან ჩაბნელებული და თითქოს გამომშრალი აქ რაღაცა გატეხილი, გამშრალი მიწა მოჩანს, თითქოს ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ ის არის ასეთი ხაზები გასმული, რომ აი თვითფრინავი რო ჩაილუსხმე საში და ტოვებს კვალს, ბოლს, ზუსტად ასე არის გაკეთებული, მაგრამ ეს ალბათ მეტეორების შედეგი იქნება. ну აქეთ კიდევ არის დამატებული პლანეტები, რომლებიც რა თქმა უნდა არ ვიცით რომელია და წესით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჯერში სამია. თვარე რომ იყოს სამი არ შეიძლება იყოს და ესენი რომ თვარე იყოს, მაშინ ეს რაღა. ну არ გამოვიდა ესეც სამწუხაროდ. მოდი დავახატინოთ მზე. და მზე დახატა უკვე დედამიწიდან. ლამაზი ხედია ნამდვილად ხეები და ხეების ზემოთ არის მზე. ნახოთ კიდევ თუ
დედამიწიდან დახატავს. არა, ეხლა უკვე ცოტა ახლოდან დახატა და ეს უფრო არის მთვარე თანათერს მზესავით. ესეც საკმაოდ საინტერესო ფოტო არის, საკმაოდ საინტერესო ფოტო გააკეთა. და აქაც ძირითადად ხატავს დედამიწიდან მზის ფოტოებს. ეს უკვე მართლა მზეს გავს, არ გავს მთვარეს, იმიტომ რომ წინას ჰქონდა უფრო მთვარის ეფექტები, ანუ მთვარის ზედაპირი ჰქონდა უფრო და არ გავდა. ამიტომ მოდი ხა დავახატინოთ მზე კოსმოსში და ვნახოთ რა ვარიანტს ამოგვიგდებს და აი ზუსტად ეს მინდოდა. აი ესეთი მზე მინდოდა ზუსტად, მაგრამ აქაც თუ დაუკვირდებით დედამიწის ზედაპირს გავს, ანუ აქ თითქოს ხმელეთებია და აქ წყალი, მაგრამ ანათებს მზესავით. ასევე აქ გარშემო რაღაცა ბაქტერიების, გიგანტური ბაქტერიებისავით არის, არა პლანეტებისავით. აქ ეს ნამდვილად პლანეტა ყავს, მაგრამ ისინი რაღაცა თითქოს ბუსუსებიანი ორგანიზმებია. აქაც მზე არის, ოღონდ ამჯერად დედამიწის ფონზე და ისე მთვარის და დედამიწის ზედაპირი აქვს, აქ საერთოდ არ ჩანს მზე. აი აქ თითქოს უნდა ანათებდეს მზე დედამიწას, ანუ მზე ისევ არ ჩანს, ვერ აკეთებს მზეს რატომღაც არ ვიცი, მაგრამ დედამიწა კი არა, ეს უფრო არის მარსი. მარსს უფრო გავს იმდენად გააწითლა ეს ჩვენი დედამიწა და ეს გავსა მარსს და სამწუხაროდ ვერ გააკეთა. მოდით საქართველოს დაუბრუნდეთ და ვნახოთ საქართველო როგორ ჩანს კოსმოსიდან. ამჯერად არ ვიცი საქართველოს სად შეიძლება ჩანდეს. ალბათ აი ეს აქ უფრო გავს ის შავი ზღვარო იყოს აქ იყოს საქართველო ალბათ, მაგრამ აქვს ასე გამოსახული. კავკასიონის ქედი შეიძლება იყოს აქ, მაგრამ ის მყინვარები ასეთი ფორმით არ არის, არ კავკასიონის ქედი არ არის ასეთი ფორმით. ამიტომ ალბათ რადგან აქ ზღვა არის და მთები იყო და ემსგავსებოდა, მაგიტომ მიემსგავსა თორე არანაირი ფორმით არ გავდა. ესეც არ არის თლად საქართველოს მსგავსი, უბრალოდ რადგან ზღვა არის, ზღვისპირა ქვეყანა დახატა უბრალოდ, თორე არაფრით არ გავს საქართველოს. წინა ვიდეოშიც თხოვით საქართველოს დახატო, აღონდ როგორც მახსოვს დედამიწაზე არ გითხოვია, თხოვით რუკაზე და მაშინაც ვერ დახატა, მაგრამ მიამსგავსა სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ როგორ მიამსგავსა და ვითი მიამსგავსა საერთოდ, გადადით და ნახეთ წინა ვიდეო, ოღონდ წინა ვიდეო არ იყო. AI-ის ვიდეო. წინა AI-ის ვიდეო ნახეთ, თორე წინა ვიდეო იყო გახმოვანება. შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ გახმოვანებად, საკმაოდ საინტერესო და თუ გაინტერესებთ Brawl Stars-ის სიახლეები ქართულად და თუ ვერ ხვდებით ინგლისურად ან არ გინდათ რომ იწოლოთ უბრალოდ გადათარგმნაში, შეგიძლიათ ჩემს არხზე ნახოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ჯარისკვლაკი და როდესაც დაიდება Supercell-ის ახალი ვიდეო, თუნდაც ანიმაცია, თუნდაც სიახლეები, თუნდაც სიმღერა, თუნდაც Brawl Talk-ი, Brawl Talk-ი განსაკუთრებით, მაქსიმუმ ერთ დღეში ჩემს არხზე შეგიძლიათ ნახოთ და შეგიძლიათ გადამხვიდეთ და უყუროთ გახმოვანებას და ჩვენ ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. AI-ის კიდე სტანდარტულად როგორც წინა ვიდეოში მივწერე რომ კარგი ადგილი ვიდეოს დასამთავრებლად მითქიდა. არ ამგონია ეს კარგი ადგილი იყოს ვიდეოს დასამთავრებლად. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რა ფონზე დავამთავრებთ ვიდეოს, თავარია გამოვიდა კარგი ვიდეო, იმედია თქვენს მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად თქვენი აზრი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს და თუ არ მოგწონთ ვიდეოები, აუცილებლად დაწერეთ კომენტარი, იმიტომ რომ გამოასწორო შემდეგში ის შეცდომები, რის გამოც არ მოგეწონათ. და ასე ვარ და გავიწყეთ დაწეროთ კომენტარებში ასევე იმის შესახებ, თუ რას დაახატინებით AI-ს თქვენ და მე დავახატინებ თქვენს მაგივრად და თან თქვენი კომენტარი მოხდება ვიდეოში. დღეისათვის სულ ეს იყო. კარგად, მომავალ შეხვედრამდე.